მოგესალმებით, მე მოსამართლე ენდრიუ ნაპოლიტანო ვარ. დღეს 27 აგვისტოა, 4 შაბათი დღე. ჩვენი სტუმარი კი ჩემი ახლო მეგობარი აარონ მატეა. აარონ, გმადლობ ჩართვისთვის. ვიცი რომ შენ აქტიურად იკვლევდი უკრაინის ომის დაწყების მიზეზებს. სწორედ ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვას დაგისვამ. როდესაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ და MI6-მა პრეზიდენტი იანუკოვიჩი დაამხეს 2014 წელს, რატომ დაიწყო ახალმა მთავრობამ რუსულენოვანი მოსახლეობის დაბომბვა და მასობრივი მკვლელობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში? რადგან ის ადამიანები, რომლებიც რევოლუციას ასაზრდოებდნენ, ულტრანაციონალისტები იყვნენ. უნდა გავიხსენოთ მაიდნის მოვლენები, რომლებიც 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც იანუკოვიჩმა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე ხელის მოწერა გადადო. იმ დროს რეჟიმის შეცვლის აშკარა მიზანი არ იკვეთებოდა. მაშინ ხალხი პრეზიდენტს გაუნაწყენდა, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ეს ნაბიჯი დასავლეთიდან დისტანცირებას და რუსეთთან დაახლოებას შეუწყობდა ხელს. თუმცა რასაკვირველია, ყველაფერი უფრო რთულად იყო. იანუკოვიჩმა წაიკითხა ის წინადადება, რომელსაც მას ევროკავშირი სთავაზობდა. ევროპა იანუკოვიჩს პრაქტიკულად აიძულებდა უკრაინელი ხალხის პენსიები შეემცირებინა, გაექვმებინა სუბსიდიები ენერგიაზე და ზოგადად გაეზარდა საცხოვრებელი ხარჯები, რაც განსაკუთრებით დააზარალებდა აღმოსავლეთ უკრაინას. რასაკვირველია, ევროკავშირის მოთხოვნა ასევე იყო რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაც. იანუკოვიჩმა გააცნობიერა, რომ ასეთ წინადადებაზე ხელის მოწერა მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა, ასე რომ მან გადადო შეთანხმების დადება, რამაც მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. სწორედ ეს პროტესტი გამოიყენეს ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა რეჟიმის შეცვლისთვის. ამ პროცესში მათ მხარი დაუჭირეს და გააძლიერეს ისეთი რადიკალები, როგორებიც არიან მაგალითად პარტია სვაბოდას წევრები, ნეონაცისტური შეხედულებების მქონე ადამიანები. გადატრიალების შემდეგ ნაციონალისტებმა მოახერხეს მაღალი რანგის სამთავრობო პოსტების დაკავება. მათ დაისახეს მიზანი, რომ უკრაინიდან რუსული კულტურული ელემენტები სრულად გაუქმებულიყო. პირველი საპარლამენტო აქტი, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვა, იყო რუსულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმება. ამაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ აღმოსავლეთ უკრაინელებს და ისინი ღიად აპროტესტებდნენ ცენტრის გადაწყვეტილებას. იმის ნაცვლად, რომ ულტრანაციონალისტებს კომპრომისი მოეძებნათ, მათ ეს მომენტი აღმოსავლეთ უკრაინელებზე თავდასასხმელად გამოიყენეს. ამის შემდეგ იწყება ამ ადამიანების ფიზიკური განადგურებაც. მაგალითად, ამ დროს მოხდა ოდესის ხოცვა-ჟლეტა 2014 წლის მაისში, როდესაც ეთნიკური რუსები, რომლებიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ მაიდნის საპროტესტო აქციებში, პროფკავშირების შენობაში ფაშისტებმა ცოცხლად დაწვეს. ასეთი მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლზე ნავთსას ხამდა და უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამავე პერიოდში აქტიურდება უკრაინაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც. ჯონ ბრენანი კიევში აპრილის შუა რიცხვებში ჩადის და ჩემი სანდოწყაროს ინფორმაციით, მთავრობის წევრებს მოუწოდებს დონბასზე განახორციელონ თავდასხმა. თანაც პირობას იძლევა, რომ ამერიკა მათ დაეხმარება. შეხვედრიდან 2 დღის შემდეგ უკრაინის მთავრობამ სწორედ ეს გააკეთა. ზოგადად რას ნიშნავს მაიდანი? ამ სიტყვას რაიმე სერიოზული დატვირთვა აქვს? მაიდანი ეს უბრალოდ მოედანია, სადაც პროტესტები დაიწყო. გასაგებია, ეს მოვლენები მეტწილად ორგანიზებული და წახალისებული იქნა ვიქტორია ნულანდისა და მისი კოლეგების მიერ, არა? სწორედ ასეა, თუ კარგად დააკვირდებით იმდროინდელ გარემოს, ნახავთ, თუ როგორ ახალისებდნენ უკრაინული მედია საშუალებები მაიდნის საპროტესტო აქციებს. როგორ უჭერდნენ მხარს სახელმწიფო გადატრიალებას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაფინანსებას ამერიკული ფონდებიდან იღებდა. ერთ-ერთი უკრაინული მედია საშუალება სპონტანურად, თითქოს არცაიდან წარმოიშვა სწორედ მაშინ, როდესაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. რასაკვირველია, ისინიც ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდებოდა. ნულანდი ამით ამაყობდა კიდეც, რომ თითქოს ამერიკის მთავრობა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარებოდა, რაც რეალურად ნიშნავდა უკრაინაში ამერიკის ინტერესების გატარებას. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს იყენებდნენ ამერიკელები რეჟიმის შეცვლის პროცესში. ამ მიდგომამ ისეთ რადიკალურ დონემდე მიაღწია, რომ როდესაც ზელენსკი აირჩიეს, ის უკრაინელმა ხალხმა მშვიდობის დამყარების პირობით მოიყვანა სათავეში. ზელენსკიმ თავდაპირველად მართლაც გადადგა სამშვიდობო ნაბიჯები. დაიწყო მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებაც. ეს უკანასკნელი ევროპელების შუამავლობით დადებული ხელშეკრულება იყო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომაც მოიწონა.
მინსკის შეთანხმებას უნდა დაესრულებინა ის ომი, რომელიც მაიდნის გადატრიალების შემდეგ დაიწყო. ზელენსკის სამშვიდობო ნაბიჯების შემდეგ უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელიც მოუწოდებდა ზელენსკის არ შეესრულებინა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. იმის აღიარება, რომ ეთნიკურ რუსებს ლეგიტიმური პრეტენზიები აქვთ, წითელი ხაზი იქნებოდა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებაზე ნების დართვა ასევე წითელი ხაზი იქნებოდა. ასე რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ამერიკა მის მიერ დაფინანსებულ ჯგუფებს ააქტიურებდა უკრაინაში, ეს ხელს უწყობდა კონფრონტაციის გაღვივებას. პრეზიდენტი ობამა მიდის, მოდის პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კბილებამდე აიარაღებს ზელენსკის მთავრობას. არსებობს ამ გადაწყვეტილების ლოგიკური ახსნა. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ტრამპმა უკრაინის გადაიარაღება, რაშაგეითია. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ტრამპის მიმართ უამრავი ბრალდება არსებობდა. თითქოს რუსეთი მასიურად ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა თეთრ სახლში ტრამპი შესულიყო. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს სასაცილოდ ჩანს, თუმცა ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წლებში ეს მართლაც დომინანტური დისკურსი იყო. პოპულარულ მედია საშუალებებში საწინააღმდეგო მოსაზრებები არ ისმოდა, ასე რომ აზრი იმის შესახებ, რომ ტრამპი რუსეთის კაცი იყო, ამერიკულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრდა. სწორედ ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციაში მყოფმა რადიკალებმა ეს მომენტი სათავისოდ გამოიყენეს და იმ აზრის გასაქარვებლად, თითქოს ტრამპი რუსეთის მარიონეტი იყო, უბიძგეს პრეზიდენტს ობამაზე უფრო რადიკალური ნაბიჯები გადაედგა უკრაინის შეიარაღების კუთხით. მოგვიანებით ნიუ-იორკ ტაიმსმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ რაღაც მხრივ კარგი იყო ტრამპისთვის რუსეთის კაცის იარლიყის მიკერება. რადგან ამ დროს ტრამპი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ასე არ იყო და რადიკალურ ნაბიჯებს დგამდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. გაჟონილი ინფორმაციის შედეგად ვიცით, რომ იქმნებოდა საიდუმლო ბაზები, დაიწყო აქტიური წვრთნები და ტარდებოდა სადაზვერვო ოპერაციები უკრაინელებთან ერთად. არსებითად, ტრამპის ასეთმა პოლიტიკამ უკრაინა უფრო მეტად აქცია CIA-ის პროექტად. ასე რომ რაშა-გეითის სკანდალი შესანიშნავი საშუალება იყო რადიკალებისთვის, რადგან ამან ტრამპი წაახალისა რუსეთთან ესკალაცია მოეხდინა. ეს უბრალოდ გასაოცარია, ის deep state, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობას ძირს უთხრიდა, ასევე ახალისებდა მას უკრაინისთვის დიდი რაოდენობით იარაღი გადაეცა, რათა პუტინის წინააღმდეგ მარიონეტული ომი დაწყებულიყო. სწორედ ასე იყო, ჩემი მომავალი ნაშრომის თემაც ეს არის. იმ გაბატონებული იდეის საპირისპიროდ, რომ თითქოს ჩვენივე არჩეული ლიდერები გმართავენ, მე ვამტკიცებ, რომ როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას, ომსა და მშვიდობას ეხება, საქმეში ღრმად ფესვებ გადგმული ბიუროკრატია ერთვება და ისინი საწადელს ყოველთვის აღწევენ. ეს ასე მოხდა, როგორც ტრამპის, ისე ობამას შემთხვევაშიც. ობამას შესახებ ანგარიშებს თუ გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ მას არ სურდა უკრაინის შეიარაღება. მას რეალურად აშფოთებდა ის ამბავი, რომ ამერიკული იარაღი ნეონაცისტებს ჩაუვარდებოდა ხელში, რაც რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა. ობამას მიაჩნდა, რომ ამ ყველაფერს შეიძლებოდა უკრაინელებში ყალბის შთაბეჭდილება დაეტოვებინა, რომ თითქოს მათ შეეძლოთ რუსეთთან ომში გამარჯვება. ობამამ ეს ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა, თუმცა არსებითად არ ჰქონდა მნიშვნელობა ის, რას ფიქრობდა, რადგან ვიქტორია ნულანდმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და დანიელ ფრიდმა ობამას საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს ხაზი გადაუსვეს, რაც უპირველესად მინსკის შეთანხმების უგულებელყოფაში გამოიხადა. ნულანდი მუდმივად ახალისებდა ესკალაციას. როგორც კი ობამამ თეთრი სახლი დატოვა, ნულანდმა და მისმა კოლეგებმა სახელმწიფო დეპარტამენტიდან რაშა-გეითის მეშვეობით აიძულეს ტრამპი ობამაზე უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადაედგათ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. სწორედ ამიტომ მოხდა დიდი რაოდენობით იარაღის გაგზავნა უკრაინაში ტრამპის პრეზიდენტობის დროს. ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს კონგრესმა მიიღო აქტი, რომლის მიხედვითაც ნულანდის სანქციების პოლიტიკა გამყარდა და ამ აქტს შემდეგ თავად ტრამპმა მოაწერა ხელი. რასაკვირველია, ტრამპს არ სურდა ამ აქტზე ხელის მოწერა, თუმცა რაშა-გეითის სკანდალის პირობებში მას სხვა პოლიტიკური არჩევანი არც ჰქონდა. ასე რომ ეს თხოვნილება ამერიკაში ხშირად მეორდება. არ აქვს მნიშვნელობა არჩეულ პრეზიდენტს რა სურს. საგარეო პოლიტიკაში მთავარ სათქმელს ყოველთვის ძველი ბიუროკრატია ამბობს. აღსანიშნავია, რომ იგივე შეგვიძლია ვთქვათ უკრაინაზეც. რა მოხდა ზელენსკის არჩევის შემდეგ? ულტრანაციონალისტებმა, რადიკალმა მემარჯვენეებმა, რომლებიც რიცხობრივად საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან, თუმცა კი მრავალ სამთავრობო პოზიციას იკავებენ, მათ ზელენსკის პირდაპირ უთხრეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სურს მას. თუ რუსეთთან მშვიდობის დამყარება შეეცდები, ჩვენ შენ მოგკლავთ.
ზელენსკის არაერთი რადიკალი ნეონაცისტი დამოკრებია მოკლით. მათ შორის ბოლო მუქარა გასულ კვირას გაისმა. Times-მა ინტერვიუ ჩაწერა სერგეი სტერნენკოსთან, რადიკალ მემარჯვენე აქტივისტთან და აი რა თქვა მან. თუ ზელენსკი დაუპყრობელი მიწის მცირე ნაკვეთს მაინც გასცემს, ის გვამი გახდება პოლიტიკურად და შემდეგ უკვე რეალურად. ეს იქნება ბომბი ჩვენი სუვერენიტეტისთვის. ხალხი ამას არასდროს მიიღებს. ასეთივე დამოკიდებულება არსებობდა ზელენსკის მიმართ იმ პერიოდში, როდესაც ის პრეზიდენტად აირჩიეს. უკრაინის რადიკალური ფრთიდან კიდევ ერთი პოლიტიკოსი ღიად აცხადებდა, რომ ზელენსკის ხეზე დაკიდებდნენ, თუ კი მაიდანის რევოლუციას უღალატებდა. ასე რომ ამ თვალსაზრისით ამერიკაშიც და უკრაინაშიც ერთი და იგივე ტენდენციები არსებობს. რაც უნდა სურდეთ არჩეულ ლიდერებს, მათ ყოველთვის ხელს უშლიან ღრმად ფესვებ გადგმული ბიუროკრატები. როდესაც ტრამპი პრეტენზიებს გამოთქვამს ზელენსკის მიმართ, რომ ის რეალობას თვალს არ უსწორებს და არ თანხმდება რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზელენსკის არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს. ზელენსკი რთულ სიტუაციაშია, თუმცა მას რომ უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს, ოპტიმალური იქნებოდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და ეღიარებინა, რომ რადიკალი მემარჯვენეები მას არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, ხოლო ამერიკელები არ ეხმარებიან. სამწუხაროდ მან თავად აერჩია იყოს ინსტრუმენტი ნეონაცისტების ხელში. ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდებოდა თუ კი ზელენსკიზე ზემოქმედებას არ მოახდენდნენ არც ნეონაცისტები და არც ამერიკის შეერთებული შტატები. უილიამ ტეილორი, რომელიც ამერიკის ტოპ დიპლომატად ითვლებოდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, პირადად შეხვდა ზელენსკის და შეუთვალა, რომ გერმანიის ძალისხმევა გადაერჩინათ მინსკის შეთანხმება უკრაინას უნდა უგულებელყო. რასაკვირველია, ეს საშინელი იდეა აღმოჩნდა. ასე რომ პარალელურ სამყაროში, სადაც ზელენსკიზე ასეთი დონის ზემოქმედება არ იქნებოდა, შესაძლოა ის მართლაც სხვანაირად მოქცეულიყო. ამის თქმა შეუძლებელია. არ ვიცი ის როგორი პიროვნებაა, თუმცა ფაქტია, ზელენსკი ულტრანაციონალისტებისა და ამერიკელების ინსტრუმენტად იქცა. ვინ არის ის საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელზეც შენ ცოტა ხნის წინ ისაუბრე, რომელმაც ახსენა, რომ ომის დაწყება როგორც ნატოს, ისე უკრაინელი ნეონაცისტების დამსახურებაა. მისი სახელია ბენუა პარე, ის საფრანგეთის მოქალაქეა, რომელმაც 7 წელი გაატარა უკრაინაში ეუთოს მისიის ფარგლებში. მისიას მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულების მონიტორინგი უნდა ჩაეტარებინა დონბასში. მან მითხრა, რომ არსებითად მისი გადმოსახედიდან რუსეთის პროვოცირება უკრაინული მხარის მიერ მოხდა. ასევე თქვა, რომ დონბასში მომხდარი სასტიკი დანაშაულების უმრავლესობა უკრაინული მთავრობის მიერ იყო ჩადენილი. ის რასაკვირველია იმასაც ამბობს, რომ რუსების მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულებიც ჩადიოდნენ სასტიკ დანაშაულებს. თუმცა უმთავრესად უკრაინა უშლიდა ხელს მინსკის შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელებას. უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა კანონი, რომელიც უფრო ფართო ავტონომიას მისცემდა დონბასს, რაც არსებითად მინსკის შეთანხმების მთავარი ვალდებულება იყო. უკრაინის პარლამენტი ასე იმიტომ მოიქცა, რომ 2015 წელს, როდესაც მათ სცადეს დონბასისთვის ფართო ავტონომიური უფლებების მინიჭება, ნეონაცისტებმა სისხლიანი პროტესტი გამართეს პარლამენტის შენობასთან, სადაც უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები მოკლეს. რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ამ მოვლენას უკრაინელ-ამერიკელმა ჟურნალისტმა ლევ გალინკინმა ძალადობრივი ვეტო უწოდა. როგორც კი მშვიდობისკენ გადაიდგმებოდა ნაბიჯი, უკრაინელი ნეონაცისტები ამერიკის მხარდაჭერით ამ ხერხს ძალადობრივ ვეტოს მიმართავდნენ. პარე, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა ეუთოს მისიის ფარგლებში, ახლოდან აკვირდებოდა ამ მოვლენებს. მან დაადასტურა, რაც ისედაც იყო ცნობილი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის თებერვალში, უკრაინელებმა ჭურვებით დაბომბეს აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი აჯანყებულები. ეს ნაბიჯი რუსებმა აღიქვეს, როგორც დონბასზე სამომავლო თავდასხმის წინაპირობა. რუსებმა სწორედ ეს არგუმენტი გამოიყენეს მოგვიანებით. მათი აზრით, რუსეთის ჩარევის გარეშე დონბასში მცხოვრები ხალხის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა. Russian claims that essentially the people of the Donbass were at risk unless Russia took action. როდესაც ჯო ბაიდენი იყო პრეზიდენტი, ის მუდმივად იმეორებდა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან. აქ ის უმთავრესად გულისხმობდა სამხედრო ფორმაში მყოფ პერსონალს, რაც არსებითად შეცდომაში შემყვანია. იმყოფებიან თუ არა ახლა ამერიკელი სამხედროები უკრაინაში, რა ვიცით ამის შესახებ და აგრძელებენ თუ არა გერმანიაში მყოფი ამერიკელი სამხედროები უკრაინელებისთვის ინსტრუქციების მიცემას. აძლევენ თუ არა ინსტრუქციებს გერმანიაში მყოფი ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს?
დიახ, ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს. თუმცა Washington Post-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ ტრამპმა ბაიდენის დროინდელი პოლიტიკა შეცვალა და უკრაინელებს აღარ აქვთ საშუალება შორმანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღი გამოიყენონ რუსეთის შიდა ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის. სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ბაიდენის პოლიტიკიდან. რაც შეეხება ამერიკული სამხედრო პერსონალის უკრაინაში ყოფნას, დიახ, ისინი იქ ჯერ კიდევ რჩებიან, როგორც მრჩევლები. თუმცა მათი რაოდენობის შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე იმის თქმა, რომ ამერიკელი სამხედროები უკრაინაში არ იმყოფებიან, შეცდომაში შემყვანია, რადგან ამერიკელები წვრთნიდნენ უკრაინელებს. 2014 წლიდან იმართებოდა მასობრივი სამხედრო წვრთნები უკრაინაში, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები ხელმძღვანელობდნენ. ათასობით უკრაინელის სამხედრო გადამზადება მოხდა. წვრთნების გაცხადებული მიზანი ნატოსა და უკრაინის თავდაცვის ძალების თავსებადობის გაზრდა იყო. ანუ უკრაინული შენაერთების ნატოს მარიონეტულ ძალებად გადაქცევა. დარწმუნებული ვარ, CIA-ის და MI6-ის თანამშრომლები ნამდვილად იმყოფებიან უკრაინაში. თუ New York Times-ის ინფორმაციას დაუჯერებთ, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ამერიკელებმა იქ 12 საიდუმლო ბაზა ააშენეს და შესაბამისად ლოგიკურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ბაზები ახლაც ოპერირებენ. დიახ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.